თემა, რომელსაც სტუმართან ერთად განვიხილავთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა აბიტურიენტებისთვის კონკურსს აცხადებს მსურველებს, ვისაც ინოვაციური ბიზნეს იდეა ექნებათ. ბიზნეს სკოლა სტარტაპ კვირეულში მონაწილეობას თავაზობს. დეტალურ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე ნინო ენუქიძე მოგვაწვდის. მოგესალმებით ნინო, მადლობა რომ მოგწანდით. მადლობა მოწვევის. ძალიან სასიამოვნოა, რომ ილიას უნივერსიტეტი და ბიზნეს სკოლა კიდევ ერთ ძალიან საინტერესო პროექტს თავაზობს აბიტურიენტებს. კონკრეტულად რა კონკურსი არის საუბარი, რომ გითხრათ? ეს კონკურსი ეხება აბიტურიენტებს, რომელთაც აქვთ სურვილი გახდნენ ლიონის ბიზნესის სკოლის სტუდენტები. როგორც იცი, ძალიან მალე ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტებს პრინციპში აბიტურიენტებს უკვე აქვს გაკეთებული გადაწყვეტილება თუ სად ჩააბაროთ. ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეგებმა კონკურსი, რომელიც იქნებოდა აბიტურიენტებისთვის, მაგრამ ამ კონკურსის რაღაცა მთავარი კომპონენტი ორი ჯილდოს მიღება მოხდება მას შემდეგ, რაც უკვე აბიტურიენტი გახდება ჩვენი სტუდენტი. ანუ ეს იქნება დამატებითი. რა პრიზი ერგება ასე ვთქვათ გამარჯვებას? მოგახსენებთ, კონკურსის იდეა გულისხმობს ვინაიდან ჩვენ ვართ ბიზნეს სკოლა, ჩვენ გვინდა მოვიზიდოთ ის სტუდენტების ნაკადი, რომელსაც გააჩნია ინოვაციური ბიზნეს იდეები. პირველ ეტაპზე კონკურსად უნდა გამოაგზავნოს მხოლოდ ერთგვერდიანი აღწერა ბიზნეს იდეის და ერთადერთი კრიტერიუმი, რაც რითიც ჩვენ მას შევაფასებთ, არის ის, რომ ეს უნდა იყოს ინოვაციური და უნიკალური, და რა თქმა უნდა რეალისტური განხორციელების თვალსაზრისით. შემდეგ უკვე შერჩეული კონკურსანტები გაივლიან ნახევარფინალურ ტურს, სადაც მათი ბიზნეს იდეა დაიხვეწება და გადაიქცევა ბიზნეს გეგმად. ამაში მათ დაეხმარებიან რა თქმა უნდა ჩვენი მენტორები, ვინაიდან აბიტურიენტებს არ აქვთ ესეთი სიღრმისეული ცოდნა, როგორ უნდა მოამზადონ ბიზნეს გეგმა და საბოლოოდ მაშინ, როდესაც აბიტურიენტები გახდებიან ჩვენი სტუდენტები და პარალელურ რეჟიმში ჩვენ გამოვალენთ გამარჯვებას, ეს იქნება 15 ივნისს, ჩვენ უკვე დავაჯილდოებთ ჯილდოთი, რომელიც არის ორკომპონენტიანი, ერთი ეს არის ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ინფოტური იქაურ ბიზნეს ინკუბატორში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი არის ინოვაციური ბიზნესების შექმნაში და შემდეგ უკვე ჩამოსულს ჩვენი ბიზნეს ინკუბატორი დაეხმარება, რომ დაიწყოს თავისი იდეა განხორციელდეს რეალურად და ხორციელდეს დაეხმარებით. არა მარტო კომერციალიზაციაში, არამედ მისი მდგრადობის შენარჩუნებაში, ვინაიდან პირველ კურსელს შეიძლება თქვა პირველი შეკითხვა, რასაც ყველაზე ხშირად გვისვენ არის, რომ რამდენი შეძლებს პირველ კურსელი რომ მართოს თავისი ბიზნესი და მე მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა შეძლებს, ვინაიდან ჩვენი გუნდი მას დაეხმარება, რომ ბიზნესის მდგრადობა შეინარჩუნოს. თუმცა შეიძენს გამოცდილებას ბიზნეს ინკუბატორის ინფოტურში მონაწილეობით. აქვე მინდა კითხოთ, დაიწყოთ რა უკვე განაცხადების მიღება და როგორი აქტიურობა? განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია, ძალიან მაღალი არის აქტიურობა, 25 მაისამდე ვიღებთ განაცხადებს. ერთი მოთხოვნა რაც გვაქვს, რომ ბიზნეს იდეის განაცხადი შემოსული იყოს ინგლისურ ენაზე და ჩვენ გსურს კონკურსანტი საუბრობდეს ინგლისურად, ვინაიდან ჯილდო გულისხმობს იმას, რომ ბერლინის უნივერსიტეტში მას მოუწევს ინგლისურად საუბარი და ბევრ დონეზე ვითხოვთ ინგლისურს. დანარჩენი განცხადების მიღება დაწყებულია და 25 მაისამდე დასრულდება. ვინ იქნება ჟიურიში? ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ საპატიო ჟიური იქნება. ჟიურის წევრების ვინაობას ვერ გავამხელ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს იქნება ჟიური, რომელიც დაკომპლექტებული არის ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალით და იმ პროფესიონალებით, რომელთაც ინოვაციური ბიზნესის განვითარებაში ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მიღებული. უკვე ბიზნეს სკოლის სტუდენტებს შეუძლიათ მონაწილეობა თუ მხოლოდ აბიტურიენტებს? ბიზნეს სკოლის სტუდენტებს არ შეუძლიათ, ვინაიდან ეს არის კონკურსი აბიტურიენტებისთვის და ოღონდ ისინი მიიღებენ ჯილდოს მას შემდეგ, რაც გახდებიან ჩვენი. თუმცა დღეს აბიტურიენტებს შეუძლიათ ასე ვთქვათ შეცვალონ თავისი არჩევანი და სხვა უნივერსიტეტი აერჩიონ. ეს ხომ არის დამატებითი мотиваცია, რომ ვთქვათ მათ აერჩიონ ლიონის ბიზნესში. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ეს იყოს დამატებითი мотиваცია იმ სტუდენტისთვის, რომელსაც სხვა უნივერსიტეტი აქვს არჩეული, შეცვალოს ეს არჩევანი გახდეს ჩვენი სტუდენტი და ბოლო სტატისტიკური მონაცემები მინდა ვახსენო, რომელიც ნაეკლო მოგვაწოდა ერთიან ეროვნული საგამოსო ცენტრი, რომელიც მუდმივად აკეთებს სტატისტიკას, რომელიც ყველაზე რეიტინგული სასწავლებელი და ბოლო მონაცემებით ლიონის ბიზნესის სკოლა ლიდერობს, ანუ ყველაზე მეტ აბიტურიენტს საქართველოში სურს ჩვენი სტუდენტი გახდეს. ამიტომ ინფორმაცია გილოცავთ. მადლობა. ნინო, მე მაინც ბერლინის მინდა დაუბრუნდე, რამდენი ხანი დარჩება გამარჯვებული აბიტურიენტი ბერლინში და ზუსტ კონკრეტულად რა სახის ინფოტური იქნება, უფრო დეტალურად? ეხლა მიმდინარეობს მოლაპარაკება ბერლინის პროფანდთან, ესე ქვია იქაურ ინკუბატორს.
სავარაუდოდ ვინაიდან ეს არის ინფოტურის არ გაგრძელდება თვეები და გაგრძელდება რამოდენიმე დღე, იმდენი დრო რამდენი საჭირო არის იმისთვის რომ სტუდენტმა სრულფასოვნად შეისწავლოს თუ რა პროცესს გადის ბიზნეს იდეა კომერციალიზაციამდე, როგორ ხდება ეს თქო ევროპაში და შემდეგ უკვე მიღებული ცოდნით ჩამოვა და გამოიყენებს ამ ცოდნას. გაქვთ არა განსაზღვრული კონკრეტული მიმართულება, რასაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევთ და რაზეც აქცენტი გაკეთება. ბიზნესი იდეა რა თემაზე იქნება გაკეთებული? რა თქმა უნდა, ჩვენ აღწერაშიც გვიწევია ჩვენს ვებგვერდზე და Facebook-ზეც არის აღწერა განთავსებული კონკურსის შესახებ და პირველი კრიტერიუმი რაც ჩვენ გვინდა რომ წავახალისოთ, ეს არის ბიზნეს იდეები დაკავშირებული მაღალ ტექნოლოგიებთან, ინოვაციებთან, ისეთთან, რომლის ანალოგია საქართველოში არ არის. თუ გადახედეთ უკვე პროექტებს და ხომ არ არის ისეთი გამოშვებული პროექტი, რაც შეგვიძლია რომ ვახსენოთ უკვე. სამწუხაროდ ეს კონფიდენციალური ინფორმაცია და არ შემიძლია ვთქვა რაღაც კონკრეტულად აღწერო ერთი პროექტი, რომელიც საინტერესოა. თუმცა არის დაახლოებით 4-5 პროექტი, რომელიც ძალიან საინტერესოა და ვფიქრობთ, რომ სხვა უფრო საინტერესო თუ არ შემოვა, ეს არის ლიდერის ხუთიანი. თუმცა შესაძლებლობა აქვს კიდევ აბიტურიენტებს. ზოგადად კონკურსი გასაგები ძალიან კარგია, თუმცა ზოგადად ბიზნეს სკოლაზეც რომ ვისაუბროთ, რას თავაზობთ თქვენ აბიტურიენტებს, სტუდენტებს და როგორ ეხმარებით თქვათ მათ, რომ თქვათ მეორე და მესამე კურსის სტუდენტებს რომ ჩაერთონ უკვე აქტიურად ბიზნეს იდეების განხორციელებაში და შემდეგ და სხვა კომპანიებში საქმე. მადლობა ამ შეკითხვისთვის, ეს ძალიან აქტუალური თემა არის ჩვენთვის. უნივერსიტეტში არსებობს ძალიან ბევრი სივრცე, სადაც სტუდენტ შესაძლებლობა ეძლევა არ დაელოდოს, როდის დაასაქმებენ და დაისაქმოს თავი-თავად და შემდეგ უკვე გახდეს დამსაქმებელი. ეს არის პირველ რიგში ბიზნეს ინკუბატორი, რომლის ფარგლებშიც ეს კონკურსი ტარდება. არის ფაბლაბი და გეიმლაბი. ეს არის საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოყოფილი საგრანტო კონკურსის შედეგად გაკეთებული პროექტები, რომელიც ითვალისწინებს, რომელიც აღჭურვილია ეს თქვა ფაბლაბი, 3D პრინტერი, 3D სკანერი, ეს არის უნიკალური სივრცე, სადაც ძალიან საინტერესო ინოვაციური ბიზნეს იდეა შეიძლება გახდეს უკვე კომერციული პროდუქტი. გეიმლაბი, სადაც მობილურ აპლიკაციებზე და კომპიუტერულ თამაშებზე არის ერთ-ერთი აქცენტი და აქაც სტუდენტების ინტერესი ძალიან მაღალია, ვინაიდან ეს ძალიან ესეთი მოდური ტენდენცია არის და ძალიან ამიტომ სივრცეები არის ძალიან ბევრი იმისთვის, რომ არა მხოლოდ ბაკალავრიატის, არამედ მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტმაც კი თუ მას ექნება ამის სურვილი. ანუ აქცენტი პრაქტიკულ ასე ვთქვათ გამოცდილებას და მეცნიერებაზე კეთდება ძირითადად ბიზნეს სკოლაში და არა მარტო თეორია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის აბიტურიენტ სტუდენტისთვის მით უმეტეს. დაახლოებით ერთ თვეში უკვე გამოვლინდებიან გამარჯვებულები ამ კონკურსის და ჩვენ აუცილებლად ჩვენი ყურადღების სიღრმე არ დარჩება. ძალიან დიდი მადლობა ნინო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის მოადგილე ნინო ენუქიძე იყო ჩვენი სტუმარი. ნახაკითხვა გავიგოთ რა თემებს